სერგო ავსაჯანიშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო, თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს. ეთერში არის Business Space, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეში, მე კი მისი ავტორი სერგო ავსაჯანიშვილი ვარ. დღეს მინდა ერთი კითხვით დავიწყო, მოკლედ, ხო? რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს ხელოვნური ინტელექტის გამო? 1000, 100 ადამიანი ხო? თუ საერთოდ არავინ არ დაკარგავს და შეიძლება აბსოლუტურად სხვაგვარად იყოს საქმე. ზოგადად დღეს, როდესაც საუბრობთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტზე, ხშირად კომპიუტერი, პროგრამა და ჩატბოტები გვახსენდება. თუმცა არის ინდუსტრია, მეგობრებო, სადაც ხელოვნური ინტელექტი უკვე დადის. დადის, მოძრაობს, დაბრკოლებებსაც ხედავს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და მუშაობს ღამე. და მათ შორის, სხვათა შორის ასრულებს თავის სამუშაოს მაშინაც კი, როდესაც შენობაში აბსოლუტურად არავინ არ არის. საუბარი არის რობოტებზე. მაგრამ ჩვენ ახლა სხვათა შორის მომავალზე არ საუბრობთ, საუბრობთ აწყოზე. და რეალურად რობოტებზე, იქიდან გამომდინარე, რობოტებზე საუბრობთ, რობოტები დღეს უკვე შედიან რეალურად ისეთ დიდ ობიექტებში, როგორიც არის სავაჭრო ცენტრები, კლინიკები, ეს იქნება საწარმოები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ დღევანდელი საუბარი მაინც და მაინც ახლა მხოლოდ რობოტებზე არ გვექნება, ხო? ანუ რობოტიკა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ერთი შეხედვით ესეთი ყველაზე ტრადიციული სფერო, როგორც არის დასუფთავება, ხო? და დასუფთავების ტექნოლოგია ზოგადად დღეს არ გულისხმობს მხოლოდ ძლიერ აპარატს, ხო? ის გულისხმობს ენერგოეფექტურობას, გულისხმობს ნაკლებ წყალს, გულისხმობს ასე ვთქვათ, ბევრ პროცესს, რომელიც შეიძლება გახდეს და შესაძლებელს ხდის ამ პროცესების მართვას და გაზომვას, ასე ვთქვათ, შევძლებთ. მოკლედ, ანუ ძალიან რო არ გამიგრძელდეს ჩემი მონოლოგი, მე ჩვენთვის ახლა დღეს არის ძალიან ისეთი განსაკუთრებული დღე. მე მინდა დავაანონსო ჩვენი ახალი პარტნიორი, ეს არის გლობალური ბრენდი კერხერის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, კერხერ საქართველო. რომელთან ერთადაც ჩვენ შევეცდებით ახლა ზოგადად ახლა რადიო მსმენელის გვისმენს და ეს ბრენდი აღიქმება რაღაც მარტო მაღალი წნევის აპარატებით. თუმცა ანუ ჩვენი ამ კოლაბორაციის ფარგლებში შევეცდებით რომ ანუ კერხერი როგორც ბრენდი წარმოვაჩინოთ ცოტა უფრო ფართოდ და დაგანახოთ როგორ ქმნის ეს ბრენდი გადაწყვეტილებებს რეალურად ბიზნესისთვის. ჩემთან ერთად მოკლედ გამიგრძელდა, ჩემთან ერთად დღეს პოდკასტში არის კერხერის ოფიციალური წარმომადგენლობის საქართველოში გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბათირაშვილი, რომელსაც მივესალმები ჩვენს პოდკასტში. მოგესალმები ნიკოლოზ, კეთილი იყოს შენი ფეხი უკვე პარტნიორის რანგში. მე ძალიან მიხარია ჩვენი დამეგობრება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონტენტს დავაგენერირებთ, როგორც რადიოს მსმენელებისთვის, ისე მაყურებლებისთვის. და პრინციპში მე მინდა რომ ორიოდე სიტყვით გადმოგცე სიტყვა შენს, აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ პარტნიორობის შესახებ და ორი სიტყვით დავაანონსოთ რა ელის ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ამ ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობის ფარგლებში. მოდი ესე დავიწყოთ ალბათ და მე უკვე გადავიდეთ საქმეზე. კეთილი. პირველ რიგში მოგესალმები სერგო, ყოველთვის პატივია შენთან საუბარი, ვიზიტი და სტუმრობა იმ კუთხით რომ ბევრ საინტერესო თემებზე ვსაუბროთ და მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. წარმატებებს უსურვებ ამ გადაცემას, ამ ფორმატს, იმიტომ რომ ესეთი ფორმატები ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული ხდება, იმიტომ რომ ძალიან თავისუფალ გარემოში, თავისუფლად ვსაუბრობთ იმ თემებზე, რა თემებიც მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს მაყურებელს იქნება, მსმენელს იქნება თუ საზოგადოება ზოგადად აინტერესებს. ძალიან ყველანაირი ბარიერის გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად რომ მარტივი ენით აუხსნათ ყველანაირი რაღაცა ზედმეტი რეკლამის გარეშე, ასე რომ ვთქვათ, რომ რაუდენ მნიშვნელოვანია ესა თუ ის ბიზნეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, ხო, რომელსაც ქმნის როგორც ახსენე გლობალური ბრენდი, რომელთაც მე პირადად მე ძალიან ვამაყობ, რომ ამ კომპანიის ოჯახის წევრი ვარ. ხო, რაც შეეხება უშუალოდ რა ელის დღეს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს არის რომ ვისაუბრებთ ყველაფერზე გარდა მაღალი წნევის. ანუ კერხერი როგორც შეთქვი, ასოცირდება მაინც მაღალი წნევასთან. გასაგებია მანქანის რეცხვა და ასე შემდეგ. და ნამდვილად ვისაუბრებთ ამის გარდა ყველაფერზე, იმიტომ რომ კერხერი მართლა
არ არის მხოლოდ დღეს უკვე და უკვე დიდი ხანია, მხოლოდ მაღალი წნევის კომპანია. რა თქმა უნდა 1935 წელს ამ კაცმა ალფრედ კერხერმა ჩაუყარა საფუძველი მაღალი წნევით გარეცხა თავისი ტრაქტორი შტუტგარტში და ეს იყო ინოვაცია და ეს იყო რა თქმა უნდა ვაუ იმ მომენტში დღეს ეს სლოგანიც მოყვება ბოლომდე. თუმცა მის მერე კომპანიამ განიცადა იმხელა პროგრესი, რომ დღეს ყველაფერი საკეთებს იმისთვის, რომ იყოს ინოვაციური, იყოს აი ახსენეთ რობოტის მიმართულებით და მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული იმ ფიზიკურ შრომაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ იქნება AI-ის დახმარებით საჭირო, ბევრი ინჟინერია საჭირო მინდა გითხრათ, ვიდრე წარმოუდგენია დღეს მსოფლიოს. მაგრამ სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ სკილები, ანუ ის უნარები იცვლის მხარს რა, ასე რომ ვთქვა. ასე რომ ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე, რომელიც ბიზნეს და არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიმართულებით, იმიტომ რომ საყოფაცხოვრებო მიმართულებით ცალკე მიმართულება და ამაზე არ ფიქრობ, რომ დღეს დავხარჯოთ დრო, მაგრამ ბიზნესისთვის ვფიქრობ, რომ ისეთი ინფორმაციას მივაწვდით, რომელიც აქამდე ბევრმა ბიზნესმა არ იცის ან არ იცოდა. ძალიან მაგარი. მე ძალიან მიხარია ნიკოლოზ და ძალიან ვამაყობ ჩვენი თანამშრომლობით და კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ამ თანამშრომლობას. მოდი მე სხვათა შორის ალფრედ კერხერმა კი ჩაუყარა 90 წლის წინ, ხო, ამ ბრენდს, მაგრამ შენ ჩაუყარი 10 წლის წინ. უკვე მე-11 წელია, კი ბატონო, უკვე საქართველოში ამ ბრენდის განვითარებას რა და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. ეხლა აბსოლუტურად სწორედ აღნიშნე, რომ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ვისაუბროთ, კერხერის უკვე ანუ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე მინდა რომ ვისაუბროთ და ალბათ აი უფრო ამ ჩვენი ასე ვთქვათ ფორმატიდან გამომდინარე ვიმუშაოთ იმაზე რომ გავზარდოთ ასე ვთქვათ ცნობიერება ამ კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ კერხერი არის ზუსტად ის ბრენდი, რომელსაც შეუძლია და ბიზნესისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომელსაც შეუძლია გარკვეული არა დიდი ოპტიმიზაციის გაკეთება, ხო? ანუ აი ამ ავტომატიზირებული და რობოტიზირებული ასე ვთქვათ ტექნიკით, რომელსაც უშვებს. ამიტომ მოდი აი ვისაუბროთ ზოგადად, ანუ კერხერის შესაძლებლობებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც დღეს რეალურად სოფლიო ბაზარს და ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა საქართველოს ბაზარსაც თავაზობს. საინტერესო კითხვა არის და ნამდვილად. ჯერ გავაზრდ ზოგადად ეს კი ბატონო. ზოგადად ნათქვამი არის რომ განვითარდიან მოგვდი ხო ეს ჩვენი თემა არ არის, ჩვენ არ გვითქვამს. ეს თქვენს უკვე გამოცდილმა ბიზნესმენებმა რომ მნიშვნელოვანია თუნდაც ელემენტარული ცნობილი ბრენდისთვის რომ ავიღოთ, მნიშვნელოვანია წლიდან წლამდე მან განიცადოს პროგრესი, ხო, სწორია? რიბრენდინგი იქნება, თვითონ ინოვაციური პროდუქტების დანერგვენება, გაუმჯობესება იქნება თუ ასე შემდეგ. ამისთვის კერხერს 1000-ზე მეტი თანამშრომელი ყავს გერმანიაში, რომელსაც ქვია განვითარების და კვლევის R&D დეპარტამენტი, ასე რომ ვთქვათ, Research and Development, ანუ კვლევაში და განვითარებაში იღებს მონაწილეობას, ანუ რას ნიშნავს? რომ ზედმიწევნით სწავლობს თუ რა უნდა დღეს მომხმარებელს, რა არის მომხმარებლის ქცევა და როგორ უნდა დაიგეგმოს, როგორ უნდა შექმნას ის პროდუქტი, რომელიც იმ მომხმარებელს არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიზნესი იქნება თუ საყოფაცხოვრებო მიმართულებით, ანუ როგორ შეუმსუბუქოს ახალი ინოვაციური ტექნიკით ის გადაწყვეტილება, რომელიც მას ყოველდღურად სჭირდება. ანუ ინოვაციური ტექნიკით სისუფთავე ხო ყველგან მნიშვნელოვანია, სისუფთავეს ჰიგიენას სეზონი არ გააჩნია, ხო სწორია? ეს არის როგორც ბიზნესში, ასევე კერძო ფიზიკურ პირთან, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ჩვენმა კომპანიამ, რომელსაც უდაოდ ლიდერი არის, ჩვენი კომპანია უდაოდ ლიდერი არის სოფლიო მასშტაბით თავისი დასუფთავების ტექნოლოგიის შექმნაში, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი პროდუქტი ყველანაირი სფეროსთვის და არ ჩერდება რაც და არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ როგორც თქვი, ვეღარ იქნება ტრადიციული წმენდის აპარატი, აღარ არის საუბარი იქ ტრადიციულ მეთოდურ წმენდაზე. ის უნდა იყოს აუცილებლად ავტომატიზირებული, აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი და აუცილებლად უნდა იყოს
მულტიფუნქციური, ასე რომ ვთქვათ. და კი არ ელოდება ბაზარს, არამედ თავად ქმნის. რა თქმა უნდა. მე აი, როგორ განასხვავებს- გვაკოპირებენ კონკურენტები. მათ შორის ფერშიც. სკეჩიც კი. და ბევრი დავა არის ამაზე. ამაზე არ ვსაუბრობთ. ანუ, რო დაუბრუნდეთ ინოვაციურს, რას ვთავაზობთ დღეს ბაზარს, ხო? აი, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბაზარი გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითაც. მე ძალიან მომწონს, რომ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ბიზნესი არსებობს დღეს საქართველოში და ძალიან ადვილად იტაცებს აი ამ სიახლეებს და უკვე რამოდენიმე, ერთი არა, რამოდენიმე ეს ტექნოლოგია უკვე დღეს საქართველოში, კონკრეტულად თბილისის რამოდენიმე ლოკაციაზე, ახლა სპეციალურად არ მაქვს უფლება რომ ვთქვა, წარმატებით ოპერირებს. ახსენეთ ღამის საათებში მიუთითებ როდის გინდა ეს დაკავშირებულია ინტერნეტთან, აქვს მაქსიმალური წდომა ჩვენს სერვისს, რომ დისტანციურად ვიგებთ სად მოძრაობს, რას აკეთებს, როგორ მოიქცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმის შემთხვევაში ანუ ერორის დროს ჩვენი ტექნიკოსი მიდის ადგილზე, ამოწმებს და ის არის პასუხისმგებელი. ანუ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე მის გამართულობაზე. ანუ არ უწევს ბიზნესს დრო დაკარგოს დიაგნოსტიკაში, კვლევაში, რა მოხდა, როგორ მოხდა, წამოიღოს აპარატი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, თავიდან ბოლომდე არის აპარატი ავტომატიზირებული, ანუ ჩატვირთული აქვს ტვინი, რომელ ტვინსაც მართავთ დისტანციურად. მარტივენაზე რომ ვთქვა. რა დავალებით მოვიდა ნიკოლოზ? აი ძალიან საინტერესოა, არ დავასახელებთ არც კომპანიას და არც ობიექტს, ხო? თუ კონფიდენციალური არის ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ აი რა დავალებით მოვიდა ეს კომპანია რეალურად და შეგვიძლია აი უფრო გასაგები რო იყოს, რა გადაწყვეტილება შესთავაზა ისეთი და კონკრეტულად რა ოპტიმიზაცია გაუკეთა, ხო? ეხლა რომ მინდა რომ აი რაღაც აბსტრაქტულად კი არ ვისაუბროთ, რაღაც კონკრეტული кейსია, უკვე შეიძინა ამ კომპანიამ, უკვე მუშაობს მასთან, ალბათ ქირაზე არის საუბარი, ხო? ქირა 50 კი, ეს არის ეს მოდელი რობოტი. კი, და აი მოდი ამაზეც რო ვისაუბროთ. ქირა 50, რომელიც 1 საათში ალაგებს 2000 კვადრატულ მეტრს. კომპანიას ჰქონდა აქვს ლოჯისტიკური კომპანია, სასაწყობე მეურნეობა, ასე რომ ვთქვათ. აქვს დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრი და უნდოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი პირდაპირ გაყიდვების წარმომადგენლების სტუმრობის შემდეგ ადამიანებს ჰქონდათ და საჭიროება იყო მისი დასუფთავება, იმიტომ რომ არ უნდათ მხოლოდ ტრადიციული მეთოდით დასუფთავება. ტრადიციული მეთოდით გულისხმობ ცოცხით და იმით, იმიტომ რომ არ შეიძლება იქ ჰიგიენის ნორმები უნდა იყოს ბოლომდე დაცული, ხო? ამიტომ ჩვენ ამ ბიჭებმა შესთავაზეს უფასო დემონსტრაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული აპარატის. რატომ? იმიტომ რომ ღამის სმენა პირველი რომ რთული იქნებოდა პერსონალის აყვანა, იმიტომ რომ ღამის სმენაში მოგეხსენებათ ძალიან რთული ადამიანი ნახო რომ დაალაგოს. ზოგადად რთულია, ზოგადად მე ადამიანი რომ უკვე ეგ ტენდენციაა რომ ძალიან რთულია ნახო ოპერატორი, ასე რომ ვთქვათ, რომ დაჯდეს აპარატზე და იაროს და ალაგოს 24 საათი და დღის განმავლობაში მათ დაკავებულები იყვნენ პერსონალი თავისი საქმიანობით. ამიტომ გადაწყვეტილება იყო და მოთხოვნა იყო, რომ ღამის პერიოდში და იყო საუკეთესო ვარიანტი, რომ შეგვეთავაზებინა ეს კონკრეტული აპარატი, რომელიც კიდევ ვიძახი, არ ღირს იაფი, მაგრამ გრძელ ვადაზე იმხელა შეღავაც უკეთებს ბიზნესს, რომ ეს ნამდვილად უღირს. შეგვიძლია ვთქვათ მაგალითებით რა, აი მე მაქვს სავაჭრო ცენტრი, კლინიკა და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი როგორ მუშაობს ეს რეალობაში, ხო? ანუ როგორ მართავ? ვინ სჭირდება კონკრეტულად ამ ასეთ ვთქვათ რობოტიზირებულ აპარატებს, ხო? უფრო რო წარმოვიდგინოთ და ჩვენმა მაყურებელმაც წარმოიდგინოს, ხო, რომ აი მის ობიექტში როგორ იმართება ეს ყველაფერი რა, აი მარტივი ენით რო ვთქვათ, როგორ იმართება ეს პროცესი. და რამდენად მარტივია? უმარტივესი არის რაღაც გარკვეულ ტრენინგებს. ნებისმიერი პიროვნება, ნებისმიერი თუნდაც კონსულტანტი ან გააჩნია ხო ობიექტს, ნებისმიერი თანამშრომელი არ აქვს მნიშვნელობა ქალია, კაცია, დიდია, პატარა, თანამშრომელი გადამზადდება და მიეთითება ზუსტი გაიდლაინი, ასე რომ ვთქვათ,
ანუ ეს პროცესი აეხსნება, რომელიც როგორ მუშაობს ესა თუ ის აპარატი. ჩვენ ვასწავლით, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ გადავატრენინგოთ და მაქსიმალურად ვასწავლოთ როგორ მუშაობს და აი პირობითად როგორ მუშაობს, აი რეალურად რო ვთქვათ, აი მაგალითად 6 საათზე ამთავრებს თანამშრომელი თავის საქმიანობას. და უნდა რომ ღამის პერიოდში ამ აპარატმა იაროს, იმიტომ რომ ჯობია რომ ღამე აიაროს. ღამე ასუფთავოს, იმიტომ რომ მას წინაღობა არა აქვს. და თუ აქვს და თუ აქვს ის ჩერდება და დროში უბრალოდ დაჯანყების მომენტი გამორიცხული არის. ანუ თავისით ის აღიქვავს კიბეს, აღიქვავს შუშას, აღიქვავს ადამიანს და არ არსებობს ვარიანტი. ეს არის მარშრუტ შეცვლის, ხო? რა თქმა უნდა, მარშრუტ აუგლის გვერდით და ასე შემდეგ. ანუ რა შვება, პირობითად 6 საათზე დაამთავრა და მიუთითებს რუკას, რუკებს ჩაუტვირთავს, რომ აქ უნდა იაროს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და უნდა დაალაგოს ეს ტერიტორია. თვითონ აღიქვავს მე, როდის უნდა დაიმუხტოს, როდის წყალი უნდა შეივსოს, იმიტომ რომ მას თავისი სადგური აქვს. და ამ აი წყალი როგორ უნდა თვითონ აკეთებს ყველაფერს, თვითონ დაცავს, თვითონ შეივსებს, სადგური მონტაჟდება თავიდანვე, რომელსაც დამკვეთი გვეუბნება, რომ აი აქ მაქვს წყალი პირობითად, აქ აქვს დენი, ჩვენ სტაციონარს იმ სადგურს ვამონტაჟებთ იქ და თავისი სითხე, რომელიც რაღაც პერიოდში სითხე უნდა უცვალოს, ხო, 2-3 დღეში ერთხელ. ეხლა არ ვიცი მასშტაბი გააჩნია, უბრალოდ მე ვხსნი ხა პროცესს. რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს ისწავლოს და დააპროგრამოს, მიუთითოს ლოკაციები, ანუ მაფინგის ასე რომ ვთქვათ, მაფებს მიუთითებს და ეუბნება რომ ამ ადგილას არ უნდა დრო. ეუბნება რომ ეს უნდა დაალაგო. ხო, დრო თავისთავად, რომ დილის 6 საათამდე ეს უნდა იყოს დალაგებული. ხო, ანუ პირობითად საღამოს 6 საათიდან ყოველ დღე ორშაბათი კვირის ჩათვლით შეიძლება რომ აბსოლუტურად ხელისხლების გარეშე რობოტი თავისით იწყებს მუშაობას, არ აგვიანებს ხო სამსახურში ალბათ. არც სიგარეტის მოსაწევად. მოდი მაშინ უფრო პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ კიდევ რა. როგორ უნდა დათვალოს ბიზნესმა რამდენად უღირს ამ ინვესტიციის გაკეთება? მაგაშიც ჩვენ ვეხმარებით. ძალიან და რა უნდა გაითვალისწინოს, აი ხა ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მიმართო ორგანიზაციებს, ხო? ანუ განსაკუთრებით ვინც ფლობს ამ დიდ ფართებს, ხო? სადაც ანუ გაცილებით რთულია დაალაგების პროცესი. ბიზნესმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, რომ ბიუჯეტი გამოყოს და წლიდან წლამდე ეს ბიუჯეტში ჩასვას, რომ დასუფთავების ტექნიკისთვის სჭირდება ეს კონკრეტული თანხა და გაითვალისწინოს ინფრასტრუქტურა უბრალოდ, სად უნდა იყოს წყალი, დენი, რომელსაც ჩვენ ვასწავლით. არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ უნდა მოგმართოს და ჩვენ გადაუჭრით ასევე გაბარიტსაც გადაუჭრით. ეხლა ვსწავლოთ ქირა ბიო 50-ზე, მაგრამ ქირა ბიო 100-იც ყავს. და საყოველთაოდ წარმატებით მუშაობს DHL-ის ყველა ფილიალში სოფლიო მასშტაბით. 200 ნიშნავს 200 ლიტრი ჭუჭყიანი წყალი, 200 ლიტრი სუფთა წყალი. და აქვს დიდი აგრეგატი არის. ანუ DHL-ს აკეთებს კეგირებთან გლობალური კონტრაქტი. კი ბატონო. ამიტომ ის ალაგებს 10000 კვადრატს და მეტს, ანუ მეტად გაბარიტული რახან არის, ის დიდ ფართზე მუშაობს. ეს და მხოლოდ ეს და ეს დანარჩენი ჩვენ ვეხმარებით ბიზნეს კალკულაციაში, სადაც მოგებაზარალი დგება, თუ ის ინვესტიცია როდის გავა break even-ზე პირობითად, ვეხმარებით პერსონალის ტრენინგში, ვეხმარებით დათვლაში, რომ ცვეთადი ნაწილები აქვს მასე, აი კონკრეტულად ჯაგრისი მაგალითად, ხო, რაღაც პერიოდში შეიძლება არა ის ცვდება, ხო? ჩვენ გვიწერს, რომ ჯაგრისი უკვე ჩამოსდა მისაღებ ნორმას. ჩვენ აპლიკაცია გვაქვს და იმ აპლიკაციაშივე მოგდის შეტყობინება და ვუყურებთ, რომ წყალი პირობითად რამდენზეა დამუხტული ბატარეა. რაღაცას ამბობ, იმიტომ ამის სერვისი სტატისტიკურად ჩვენ ვიგებთ. და ჩვენ ხო, სერვის კონტრაქტი გვაქვს. ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებლად აგრეგატი ეს კონკრეტული აპარატები განსაკუთრებით არ იყიდება სერვის კონტრაქტის გარეშე, ანუ რას ნიშნავს? წლიური გადასახადი აქვს. subscription მოდელია, ხო? subscription მოდელია, რომელიც ინტერნეტში არის ჩართული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ მისი სადარეგო ნაწილებიც გავითვალისწინოთ სტოკში. აი ამას ითვალისწინებს სერვის კონტრაქტიც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთს არ უღირს აპარატი იყოს გაჩერებული, ხო, სწორია. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის მისი ინვესტიცია და ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ მაქსიმალურად აპარატი უნდა იყოს
ბოლომდე გამართული. და ამისთვის და მსგავსი ამბებისთვის, ხო? ანუ თქვენ გაქვთ თქვენი ჩემი ფავორიტი სერვისი, ხო? ანუ მობილური სერვისი, რომლითაც აი შეგიძლია ორიოდე სიტყვით ამ სერვისზე თქვა, რომლითაც რეალურად თქვენ უზრუნველყოფთ ზუსტად იმ კონკრეტული თქვენი კლიენტი დამკვეთის უწყვეტობას. დიახ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დღითი დღე იმატებს, იმიტომ რომ დღეს მომხმარებელი მიხვდა და განსაკუთრებით ჩვენი უკვე გრძელვადიანი პარტნიორები, რომ დრო ყველაზე ძვირფასია და ჯობია რომ ჩვენ დაგვირეკონ, ჩვენ შეგვაწუხონ და ადგილზე შევაკეთოთ მათი აპარატები. რაც მიხარია რომ ეს კომფორტი სერვის პლუს ეძახდით. კომფორტი აქვს და ამას წარმატებით ვაკეთებთ. ნიკოლოზ, მზარდია ხო ტენდენცია, ანუ აი მომართვიანობის კომპანიებიდან? დღიდან ყოველდღიურად ხო? დიახ. და შეგვიძლია გამოვყოთ რაღაც ინდუსტრიები, აი ვისგან არის მეტი, ასე ვთქვა, დაინტერესება? ძირითადად სასტუმროები, იმიტომ რომ სასტუმროებში 99% ჩვენ ვართ, ძალიან მიხარია. სხვილ სასტუმროებში? არა მარტო. ასევე ინდუსტრიები, რომელიც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ მაინც რაც არის და ლოჯისტიკური კომპანიები. საკმაოდ აქტიურად, იმიტომ რომ ბევრი სასაწყობი მეურნეობა იხსნება საქართველოში და მათ ჭირდებათ როგორც შიდა, ასე გარე დასუფთავება მოგეხსენებათ. ბევრი საერთაშორისო ტვირთები გადააქვს და სისუფთავე მნიშვნელოვანია. ამიტომ თქვენ დიდი ანალიზი გექნებათ გაკეთებული და მინდა რომ აი ჩვენი პოდკასტის მეშვეობით ჩვენ გავაზიაროთ აი ვისთვის არის ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები საინტერესო, რომ აი ადამიანები დავაფიქროთ ამ თემაზე და აუცილებლად გავაზიაროთ ის ინფორმაციაც, როგორ უნდა მოგმართონ. ანუ არის თუ არა ეს აპარატები ადგილზე. შეიძლება თუ ამ აპარატების პირობითად ადგილზე ნახვა და მათი დემონსტრირება. 100%-იანი, მაგრამ ყველა აპარატი, ახლა რასაც საუბრობთ, ადგილზე გვაქვს. ახლა სათაო შევიცვალე და ვართ აღმაშენებლის ხეივანზე, 193 ნომერში. დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქემ დაგვინახა. სხვათა შორის ვთქვით ესე, ხო? სხვათა ეს დასაანონსებელი ამბავია. მოგმართონ ჩვენი ნომრებით, Facebook-ი იქნება, ცხელი ხაზი იქნება თუ ფიზიკურად. ეს აპარატები ადგილზე გვაქვს და უფასოდ ჩვენ მივდივართ ადგილზე, ეს საკმაოდ თანხა გვიჯდება ჩვენ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თანხა გავწიოთ როგორც კომპანიამ და ადგილზე ვანახოთ ამა თუ იმ ბიზნესს. მიმართულება მიზნობრივი ჯგუფი განსაკუთრებით არის ლოჯისტიკური კომპანიები. რატომ? იმიტომ რომ მაინც წინაღობა არ აქვს. ძნელი იქნება, სწორი ზედაპირია, არ აქვს პრობლემა, აღმართზე ცადის, მაგრამ დახრას გააჩნია. ანუ ოფროუდიც ყოფილი. კი, არის ნამდვილად, მაგრამ მაინც მიზნობრივი ჯგუფი პირველი არის ლოჯისტიკური კომპანიები. შიდა მოხმარებით, ანუ შიდა ტერიტორიის საწმენდიერეს. გარე ტერიტორიაზეც გვაქვს, თუმცა არა რობოტიზირებული, გვაქვს სხვა მოდელები, რომელიც ჩვენებად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ისიც ადგილზე ვაჩვენოთ. ევროპაში რაც შეეხება, ევროპაში ბევრ აეროპორტში დადის. მაინც დიდ აეროპორტებში, სადაც ხალხნაკადი ახლოს არ არის, ხო ხტებით? ანუ არ უშლის ხელს აპარატს მოძრაობაში. და აქვე ვიტყოთ, რომ შემდეგი წლიდან, ალბათ უკვე შემდეგი წლის ზაფხულის პერიოდში გამოვა პატარა ვარიანტი. B20. ანუ რას გააკეთებს B20? უკვე წარმოიდგინეთ ქსელურ მარკეტებში, ღამე ივლის თაროებს გარშემო. და ის დაალაგებს ხელა ფარზეა საუბარი. დაახლოებით 100-200 კვადრატის. ანუ უბნის მარკეტებზეა საუბარი. კი ბატონო, საუბარი. პატარა სიმცირის მაღაზიებში, სადაც ის თვითონ ივლის. და სამაღლებულია პირობითად ნიკოლოზ, აი ყველაფერი გათვლილია მაგაზე, რომ აი ესეთ პატარა ფარჩია. პატარა ფარჩი ივლის და მაგიტომ არის 20. ვაუ. 20 ნიშნავს 20 ლიტრი წყალი და 20 ლიტრი სუფთა და ჭუჭყიანი. ასე რომ არ ჩერდება კომპანია და ჩვენ ძალიან გვიხარია. საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს, რომ განვითარდეს. 26 ქარხანა გვაქვს მოგეხსენებათ სოფლიო მასშტაბით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხო, ყველა კონტინენტზე ფაქტიურად რამოდენიმე და ვცდილობთ, რომ ვიყოთ ინოვაციურები, რომელიც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს
ბიზნესს, რომ ეს თავის ტკივილი ჰიგიენურად მოიხსნას და მოგვანდოს ჩვენ. ეს არის მთავარი არსი ამ ტექნიკის. ეს ხართ რეალურად ინდუსტრიის განვითარებელი ბრენდი რა. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა რობოტიკაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს მარტო რობოტიკაზე როგორც დავანუსი არ ვისაუბრებთ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ მაყურებელსაც გაუზიარებ ინფორმაციას, რომ კერხერი ამ შემთხვევაში რაღაც ახალი ბიზნეს მოდელის შემქმნელიც არის ამდროულად საქართველოში და რაღაც ახალი მიმართულება შემოაქვს, ხო, რომელიც გულისხმობს ესეთ ავტომატიზირებულ თვითმომსახურების სამრეცხაოების მიმართულებას, ხო და ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელია, აი ჩვენ კულისებშიც ვისაუბრეთ, მანამდეც ვიცოდი ეს ინფორმაცია, ხო? ეს არის სრულიად ავტომატიზირებული სამრეცხაოების მოდელი, რომელიც ჩემზე გაცილებით უფრო საინტერესოდ მოყვება თვითონ ნიკოლოზი და მინდა ნიკოლოზ გავაჟღეროთ ეს მიმართულება, მეტი ექსკლუზივი გავაჟღეროთ. და ზოგადად ანუ ის მოდელიც მინდა რომ გავიაროთ, ხო? აი რა შეიძლება, ეხლა მინდა რომ დავაფიქროთ, ხო? ამ შემთხვევაში მეწარმეებით და თუ ამათ შორის თუ ფლობთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, მიწის ნაკვეთს თბილისში და შემოგარენში, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებლად უსმინეთ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან საინტერესო ინფორმაციას გავაჟღერებთ თქვენთვის. მადლობა სერგო. აქ ჩავასწორებ, რომ თვითმომსახურება არ არის. თვითმომსახურება პირდაპირ მივდივართ, რომ პროდირს გიხდით? პირდაპირ მივდივართ, რომ არა. ანუ ლარიანერზე არ მაქვს საუბარი, როგორც თქვენ ახლა იცით, ხო, ამაზე არ მაქვს საუბარი, თვითმომსახურება არ არის, პირიქით. თვითმომსახურება არა, ავტომატიზირებული არის, არ ეხება არავინ. გარდა თვითონ აგრეგატისა. ანუ მოგახსენებთ, რომ მოდი ცოტა თავიდან დავიწყებ ისტორიულად, რომ რატომ არ არის დღეს საქართველოში. საქართველოში არ არის ეს დანადგარი, იმიტომ რომ ჯაგრისებიან დანადგარზე არის საუბარი, იმიტომ რომ მანქანები დაკაწრა. ანუ იყო ღია სივრცეში, ამიტომ არასოდეს არ გამირეცხავს მეც რა. კი ბატონო, არც მე მაქვს სურვილი პირდაპირ გეტყვით, რომ გავრეცხო, სადაც ღია სივრცეში არის დამონტაჟებული ჯაგრისებიანი პორტალი. იგივე აგრეგატი, ხო, რასაც გვინ ორივე ქვია იდეაში, პორტალიც და აგრეგატიც. ხო, რატომ? იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში, კავკასიის რეგიონში და არა მარტო აქ, ნაკლებად არის ევროპაში, მაგრამ მაინც კავკასიის რეგიონში არის ისეთი მტვერი, წვიმა, მოგეხსენებათ, აგერ შავი მანქანა გყავს და წვიმა პირდაპირ ასოცირდება, რომ გუჭუჭყანებს მანქანას. ევროპაში წვიმა ასოცირდება, რომ რეცხავს მანქანას. ხო? აგერ მანქანით დავდივარ და მასი არის, რომ მე რომ მივლი ერთი კვირა ერთი მანქანით, მე ის მანქანა არ დამირეცხავს. მართლა არ დასჭირვებია გარეცხვა. ევროპაში თუ გვივლია. საქართველოში ყოველდღე უნდა რეცხო მანქანა. და შენ წარმოვიდგინე, რომ არა გაქვს დრო, აღარც გაქვს ნერვები, რომ იყო შეხვიდე ამ ლარიანებზე, იმიტომ რომ ფაქტიურად ისრები მაინც და რიგებში დგომა არ გინდა, ხო, სერიოზული პრობლემა არის დღეს საქართველოში. ანუ ღია სივრცეში ჯაგრისებიანი რომ იყო დამონტაჟებული, მტვერი დაედო, დაიკაწრა ბევრი მანქანა და მომენტალურად მოკვდა ბიზნესი. არ შეიძლებოდა იქ და არ შეიძლება დღესაც ღია სივრცეში ჯაგრისებიან პორტალზე მანქანის გარეცხვა. თახვდებით ხო ამაზე? აუცილებლად. ეხლა კერხერმა რა შექმნა? ეხლა დაგვარწმუნეთ. კერხერმა შექმნა პირველი, რომ აგრეგატი არის ჭკვიანი, სრულად ავტომატიზირებული სენსორული სისტემით, კონტროლ პანელით, რომელსაც წელს ჩამოვიუტანთ აუცილებლად და გვექნება ლოკაცია და მე აუცილებლად ამას დავაანონსებ და ამას თქვენი დახმარებითაც ვიტყვი სერგო, რომ სად და როგორ დამონტაჟდება და აი საინტერესოა თქვა რომ ვიზუალიზაციისთვის და ჩვენ ვაჩვენებთ განსხვავებას თუ როგორი არის ინოვაციური რეცხვა მსოფლიო მასშტაბით და როგორი უნდა გაირეცხოს მანქანა მაღალი ხარისხით იქ სადაც კაცი არ ეხება, ადამიანი არ ეხება, გამშრალებით არ ეხება არავინ ნაჭრით გამშრალება. რა ასეთი მოდელი არც ყოფილა საქართველოში. არ ყოფილა. ადამიანი არ შეიძლება. ნაჭრით გამშრალება არის პირველი მტერი, მართლა გეუბნებით.
ნაჭრით ყოველთვის უფრო მეტად ფუჭდება მანქანა ვიდრე გარეცხით. უბრალოდ ვერ ვატყობთ ჩვენ. ხო, ამ ნაჭერსაც ხო გააჩნია რამდენად ის თუ არ გაირეცხა კარგად მაღალი წნევით და ის ხან ცხელი წყლით, ხან დაგივარდა. რა თქმა უნდა, იმას ჩვენ ვერ ვხედავთ მართლა და ის უფრო კაწრავს მანქანას. იმიტომ რომ არ გაამშრალო მანქანა, ცოტა ისეთი გამოდის რა, მაინც არ არის ბოლომდე გარეცხილი. ამიტომ კერხერი რას თავაზობს? კერხერის თავაზობს აბსოლუტურად დახურულ სისტემაში ჯაგრისებიან პორტალს, რომელიც ჯაგრისიც განსხვავდება ტრადიციული ჯაგრისებისგან. სპეციალური სახელი ქვია ამ ჯაგრის, არ არის ტრადიციული რაღაც ჯაგრისი ინოვაციური რა თქმა უნდა ინოვაციური არის Q-line ქვია, ასე რომ თქვათ, იმიტომ რომ ბევრმა ეს არის, მაგრამ ფიზიკურად მოვიწოთ ჩვენ ნამდვილად ბევრ ექსპერტს და შეაფასებენ როგორი იქნება და პასუხისმგებელი არის კერხერი თავიდან ბოლომდე, რომ მანქანამ თუ ნაკაწრი აიღო. მანქანამ თუ რამე ხარვეზე აიღო იმ კონკრეტული რეცხვის დროს, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი, რომ ის მანქანა ჩანაცვლდეს ახლით. აი ასეთი მკაცრით, იმით რომ ვთქვათ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მაგრამ არ არსებობს ვარიანტი. ნიკოლო, ჩვენ ახლა აი ეს გამოვაცხადებთ. დღეს ევროპაში ახალი მოდელის S-კლასები ირეცხება, სერგო, მართლა გეუბნებით, რომ პირადად მე მაქვს ნახი, როგორი შევიდა S-კლასი და როგორ გაირეცხა 6 წუთში ამ დანადგარში და როგორი გამოვიდა. ის მარტო უბრალოდ არ გაირეცხა, ის მბზინვარება სპეციალური ქიმიაც არის იმ კონკრეტულ რეცხვის პერიოდში, რომელიც ისიც კერხერის არის და აქაც კერხერის იქნება აუცილებლად. ქიმიებიც განსხვავდება, იმიტომ რომ დღეს მოგეხსენებათ ყველა მეორე ქიმიას აწარმოებს საქართველოში. ასე რომ ამ ინოვაციას ძალიან მალე შევთავაზეთ საქართველოს მოსახლეობას. ისე ერთი და მაინტერესა, ეხლა კიდე ერთი პრობლემა ქონდა ამ ყველაფერს რა, ანუ ზამთარი. როდესაც anti-frost protection, ანუ აქვს anti-frost protection-ი ქვია, სადაც დახურული სივრცეც ეხმარება, სადაც გამორიცხული არის სისტემები იძლევა საშუალებას, რომ ის გაიყინოს. იმიტომ გამშრალებული რომ გამოვა და გარეთ რომ მინუსი იყოს, ის უკვე რა თქმა უნდა არაფერი არ გაიყინება გარეთ, იმიტომ რომ წყალი მას მანქანას ფიზიკურად აღარ ექნება. მიხდით ხო? გათვლილი აქვს ეს წინასწარ უკვე. რა თქმა უნდა და ეს მინუსიან ქვეყანაშიც იყიდება და რა თქმა უნდა დუბაიშიც წარმატებით და ციმბირშიც და ამერიკაშიც და ჩინეთშიც. ჩინეთი არის 1000 წელი შეუკვეთა გერმანიას. მართლა ყველანაირი იმის გარეშე, გადაჭარბების გარეშე ჩინეთი მით უმეტეს აწარმოებს ასეთ კონკრეტულ დანადგარებს, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთი ხარისხის არ არის. იმედი არ იქნება კაი ხანი, მაგრამ მართლა შეუკვეთა და ჩვენ 4 წლის განმავლობაში უნდა მივაწოდოთ გერმანიიდან. ეხლა გერმანიაში აღარ იწარმოება, ეხლა იწარმოება რიგაში. რიგაში გადავიდა ქარხანა თავიდან ბოლომდე, სადაც ერთ-ერთი კომპანია შევიძინეთ იქ, სადაც არის შესაძლებლობა, რომ დიდი რაოდენობა ვაწარმოოთ. გერმანიაში უბრალოდ ამის საშუალება არ იყო, რომ დიდ რაოდენობაზე გავსულიყავით. ამიტომ ძალიან მალე სერგო ბატონო თქვენ იქნებით ჩვენი პირველი აუცილებლად ჩემ შავ ავტომობილს აუცილებლად ვანდობთ და დავაკვირდეთ ზედმიწევნით როგორ შედეგს მივიღებთ. მოკლედ სულ საუბრობთ რაღაც ისეთი ინოვაციურ თემებზე რა და სხვათა შორის მოდი აი მეწარმეებისთვის მაინც შესაძლებლობა რო გავაზიაროთ ხო ანუ შეიძლება არ იყოს მეწარმე და მე მინდა რომ აი დაინახოს ეს შესაძლებლობა ეხა ჩვენო მაყურებელმა ხო თუ რა ასე ვთქვათ რა ინსტრუმენტი და რა შესაძლებლობების მიცემა შეგიძლიათ ამ შემთხვევაში უკვე კერხერს ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბიზნეს მოდელი რომ მინდა რომ აი იგრძნოს ადამიანმა რომ შეიძლება რაღაცა უცბად ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ დილი აღმოჩნდეს ჩვენი პოდკასტის მე მოგეხსენებათ რომ თბილისში მიწის ფართები ფაქტიურად აღარ არის და თუ გამოჩნდა შენდება კორპუსი. ამიტომ თუ ვინმეს აქვს მიწის ნაკვეთი თბილისი არ არის აუცილებელი ცენტრში შემოგარენში ან სადმე მე ვფიქრობ რომ მოგმართოს ჩვენ დაუთვლით ზედმიწევნით მოგებას არ არის რა იქნება მისი საინვესტიციო მოცულობა და როდის გავა ის მოგებაზე
კარგი არის თუ ამას გააკეთებს თვითონ მიწის მესაკუთრე. მართვას რაც შეეხება არ ჭირდება აქაც ადამიანი, უბრალოდ ზედამხედველი ჭირდება რომ მან უბრალოდ მითითება მისცეს მანქანა საიდან შევიდეს და საიდან გავიდეს, აი არაფერი ჩართულობა არ ჭირდება, ამასაც ჩვენ ვუყურებთ დისტანციურად. არ ჭირდება კონტროლდება ეს სრულად კონტროლდება, კი ბატონო, მასაც კონტროლ პანელი აქვს თავისი დახვეწილი და ხედავს რამდენმა მანქანამ რა თქმა უნდა, ყველაფერს ითვლის. ანუ მე ეს ნიუანსია რა, იმიტომ რომ ნიუანსი რაში მდგომარეობს, ანუ ფაქტიურად მფლობელი, რომელიც სახში ზის, ანუ მან იცის 100%-იანად იცის ზუსტად რამდენი გაირეცხა და რა შემოსავალი მიიღო, ხო? კი ბატონო. და განსხვავებით ტრადიციული მეთოდებისგან, აქ ახლა დაინერგა სხვათა შორის, ეს მანამდე მონეტებით იყო, ახლა ინტეგრირდება აპარატი, ტერმინალი, საბანკო ტერმინალი და ხდება ბარათით გადახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მან არ იქნება თანხის მიღება, ანუ ჩვენც ვეუბნებით ოპერატორს, რომ არ მიიღო თანხა, ქეში. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ქეშის მართვა მერე ინკასაცია და იმის ჩაბარება არის ცალკე რესურსის გამოყოფა, ხო, სწორია და ხარჯი. ამიტომ დღეს მე მგონი, რომ მაგ კუთხით საქართველოს ძალიან წინ არის, ყველა მიმწვანილეს უკვე ტერმინალი აქვს ან გადაუვიწყა, ხო? ეს ევროპაში სხვათა შორის კიდე ჩამორჩება ბევრი ქვეყანა ამ თემას, იქ ტერმინალები არ არის. ასე რომ ამ სამრეცხაოს ზუსტად აქვს ეგ რომ დაადე ბარათი, არჩია პროგრამა როგორი გინდა, დაადე ბარათი, შევიდა მანქანა 6 წუთში გაირეცხა, გამშრალდა და მზად არის გასასვლელად. ნუ ამაზე მაგარი პასიური, ასე თქვა, ბიზნესი, რომელიც სრულად კონტროლდება და თავისით ავტომატიზირებულია სრული პროცესები, მე მგონი, რა ვიცი, სანატრელი ბიზნეს მოდელია. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ ბიზნეს ოპერატორს, ანუ პოტენციურს, ვისაც დაინტერესებს, მოგმართოს ჩვენ დავუთვლით ზედმიწევნით, რა დაუჯდება კონკრეტული ადგილზე გაშენება აი ამ კლინ პარკის, მოდი ასე დავარქვათ, და დავანახებთ ზუსტად მოდელს. კერხერი არ ერთვება, კერხერი ხელს შეუწყობს მის განვითარებაში, იმიტომ რომ კერხერის თემა არ არის, რომ მართოს ესა თუ ის სამრეცხაო ბიზნესი. არა, კერხერი ამზადებს ტექნიკას, პასუხისმგებელია მის გამართულობაზე, მის უსაფრთხოებაზე, მის ხარისხზე და უკვე ეხმარება ბიზნესს, რომ განავითაროს თავისი ბიზნესი. გადახდის პირობებით იქნება მარკეტინგული მხარდაჭერა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე. არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია მაგას საუბარი, თუმცა ანუ აი გადახდის ასე თქვათ მეთოდით ძალიან საინტერესო იქნებოდა, ხო? ალბათ ანუ თქვენ ალბათ უწყობთ ხო ხელს, ანუ შეიძლება გარკვეული განმანდების გაკეთება ალბათ ეს შიდა თუ შიდა რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში რომ ადამიანი რო დაინახავს რომ ის არის გამართული, არანაირი პრობლემა არ აქვს და ჩვენ აქ ბოლომდე მივყვებით, ანუ სერვის კონტრაქტი არის სერვისი ვახსენეთ, აუცილებელია რომ სერვის კონტრაქტი იყოს და მუდმივი მონიტორინგი იქნება ჩვენი მხრიდან. ისე რამდენი ავტომობილზია გათვლილი ნიკოლოს, აი თითო 24 საათი. 24 საათი დაახლოებით და რო დავთვალეთ 220 მანქანა შეიძლება გაირეცხოს ერთ აგრეგატში 24 საათის განმავლობაში. და რენტაბელობა, ანუ რეალურად აი ესეთი ჩვეულებრივი ენით რო თქვა, ანუ break even-ზე როდის გადის? გააჩნია რამდენი მანქანას შეიყვანს, ანუ ის რა ადგილას იქნება, როგორი ლოკაცია იქნება, როგორ გააპიარდება და რამდენი ბოქსისგან შედგება, რამდენი ბოქსი რა პროგრამას აარჩევს. ხდებით ეს დათვლადი არის და ფიქრობთ რომ ძალიან უხეშად ერთ წელში ეს უნდა გავიდეს break even-ზე. ანუ მე როგორც მივხვდი, ანუ საკმაოდ მოქნილები ხართ, ანუ თვითონ და აქვე მნიშვნელოვანია სერგო, მაპატიე, წყლის რეცირკულაცია. 15%-ია წყლის დანაკარგი. თუ ადამიანი შეარჩევს რეცირკულაციის სისტემას. ეს გერმანიაში მოგეხსენებათ, წყალი საკმაოდ ძვირია და ტრადიციულზე რამხელა დანაკარგია. შექმნა აგრეგატი, რომელიც თავის სალექრებით უკან იბრუნებს წყალს 85%-ს. და მხოლოდ გადავლებისას ხმარობს იმ 15%-ს, რომელიც უკვე გაედინება და მას დანაკარგი არის ეს ფაქტიურად 15%. ეს ნამდვილად სტატისტიკურად ნამდვილად დევს ეს. მოგეხსენებათ, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს 18 მეტრიანი ავტობუსები დღეს რომ ირეცხება თბილისში, ჩვენ აგრეგატებში ირეცხება. იგივე სისტემა მუშაობს, იგივე გაბარიტები არის სხვა. ეგ სად არის ტერიტორიულად ზუსტად? აეროპორტის დასახლება, იქ არის ახალი ავტობაზა და სულ მალე გაიხსნება, როგორც ვიცი, ოფიციალურად, ჯერ ოფიციალურად არ არის გახსნილი, მაგრამ იქ უკვე
ავტობუსები ჩერდება და ჩვენს მე კიდე უფრო სპეციფიურია რა და ესე იგი ეს გადაწყვეტილებაც გაქვს ესე იგი რა. კი, ნამდვილად. და ასევე ტრეილერების სარეცხი დანადგარიც. ანუ ფაქტიურად ტვინი ერთია, მაგრამ გავარიტები განსხვავდება მანქანებიდან გამომდინარე. მოდი მე მინდა ეხლა ცოტა ისეთი პატარა ხალისიანი რაღაც რუბრიკაც გავაკეთოთ, ხო? ანუ მითია თუ რეალობა, უბრალოდ მიპასუხე, ხო? ანუ რეალურად რამოდენიმე თემაზე უკვე დავამსხვრიეთ ეს მითები, მაგრამ პირველი, კერხერი მხოლოდ მაღალი წნევის აპარატებია. მითია თუ რეალობა? მითია. მეგობრებო, ნუ პრინციპში განმეორდით, მთელი პოდკასტი მაგაზე საუბრობთ. რაც უფრო ძვირია ტექნიკა, მით უკეთესია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. რეალობა? რაც უფრო მაღალი წნევა, მით უკეთესია წმენდა. მითია. საყოფაცხოვრებო აპარატის ყოველდღიურად ბიზნესში გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. რეალობა. რობოტი მხოლოდ ცარიელ და იდეალურად სწორ სივრცეებში მუშაობს. მითია. ეს კერხერის აპარატზე ალბათ საუბარი რომ მითია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა არ მოძრაობს ესე. ხო? მე მგონი. კონკრეტებზე არ ლაპარაკობთ. ხო, პროფესიონალური ტექნიკა მცირე ბიზნესისთვის ყოველთვის ზედმეტი ხარჯია. მითია. იაფი ტექნიკა შეიძლება საბოლოოდ უფრო ძვირი დაჯდეს. რეალობა. კარგი ლოკაცია ტექნოლოგიაზე უფრო მნიშვნელოვანია. მითია. საქართველოს ჯერ ზად არ არის ავტომატიზაციისთვის. მითია. რამდენიმე წელიწადში რობოტები და თვითმოსახურების სისტემები ჩვეულებრივი ბიზნეს ინსტრუმენტებად გახდება. რეალობა 100%-ია. მოკლედ, ძალიან კაი დებიუტი ქონდა ნიკოლოს. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მე არ მინდა რომ გადავტვირთოთ დღევანდელი პოდკასტი. ჩვენ დღეს რეალურად ორ ესეთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებაზე ვისაუბრეთ. ანუ ძირითადად ჩვენ ვეხებით მაინც უფრო ბიზნესის გადაწყვეტილებებს. ერთის მხრივ ჩვენ ვისაუბრეთ რობოტიკაზე, რომელიც დღეს უკვე არსებობს, არ არის მომავალი ხალხო, ეს ყველაფერი მუშაობს დღეს, აგერ უკვე საქართველოშიც მუშაობს. და მეორეს მხრივ ჩვენ კიდე აი ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს იყო ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელი, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს უქმნის ამ ეტაპზე, ახლა მე მგონი მოსახლეობას, ხო, და მეწარმეებს, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებით მიწა საკუთრებაში. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას გიხდი ნიკოლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს პოდკასტების სერია იქნება ძალიან საინტერესო და სასარგებლო ჩვენი მაყურებლისთვის და ჩვენ სამომავლოდ კიდე საინტერესო რაღაცებს დავგეგმავთ, აგერ ჩვენ კულისებში ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. მე მინდა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის გადაგიხადო მადლობა როგორც ჩვენ პირადად, ისე კერხერ საქართველოს. და მოკლედ ძალიან გვიხარია რომ თქვენც ამ პროექტში ხართ და ჩვენი მაყურებელი და მსმენელი კიდევ დამატებით აი ესეთ საინტერესო კონტენტს მიიღებს განსაკუთრებით რადიო მსმენელებზეც გვექნება გათვლა გაკეთებული. ამიტომ მადლობა შენ, მადლობა კერხერ საქართველოს, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი პირველი ასე ვთქვათ პოდკასტი კერხერ საქართველოსთან ერთად მოგეწონათ. დააკომენტარეთ, თქვენი აზრებიც გაგვიზიარეთ. სხვათა შორის ჩვენ ამ წინადადებაზე, რაც ჩვენ გავაჟღერეთ ახლა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოიწეროთ, შეგიძლიათ კერხერის გვერდს მიწეროთ, შეგიძლიათ ბიზნეს სპეისის გვერდს მიწეროთ, შეგიძლიათ კომენტარი დაგვიტოვოთ და ასე შემდეგ და ჩვენ აუცილებლად ამ ინფორმაციას გავუზიარებთ კერხერ საქართველოს და კერხერ საქართველოს კიდე იმით გამოირჩევა, რომ თავის რეაგირების დროებით გამოირჩევა და თავის პუნქტუალობით. ამიტომ მიხარია ჩვენთან, ასე ვთქვათ, აი ამ გლობალური ბრენდის გამოჩენა ბიზნეს სპეისში. მადლობა სერგო, შენ მოწვევისთვის ყოველთვის პატივია და მიხარია რომ საინტერესო თემებზე გვიწევს საუბარი და ვფიქრობ რომ ჩვენს მაყურებელსაც და მსმენელსაც რაღაც საინტერესოს ვეტყვით, ვაცნობებთ და ჯამში ემსახურება ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს იყოს რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო ბრენდი ქვეყანაში წარმოდგენილი, თავისი ინოვაციურები და დაასაქმოს ბევრი ადამიანი და შექმნას დოვლათი, რომელიც დოვლათისზეც დგას, ხო, ქვეყანა და ეს ძალიან მიხარია, რომ დღეს 72 კოლეგა ასეთი ყავს, როცა ფაქტიურად 20%-ით ვიზრდებით რაოდენობაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა რეგიონში ვფიქრობთ, რომ ვაბედნიერებთ მოსახლეობას ჩვენი CSR პროექტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან გვიხარია, რომ ამ ბიზნესში ვართ და ეს მოსწონს ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს მომხმარებელს. კიდევ ერთხელ უმარტივებს ყოველდღიურობას და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხა სუბიექტურად გამოგდის, მაგრამ ობიექტურად რომ ვუყუროთ, ჰიგიენა ყველგან მნიშვნელოვანია
ბიზნესშიც. რა თქმა უნდა და აგერ სულსათის უნებლობას რო ვუყურებთ, ესეთი აქტიურად მოუწოდებენ ბიზნესაც, რომ დაიცვან ჰიგიენის ნორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი ჩვენს მაგიდაზე ხდება, ხო სწორია? რა თქმა უნდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველა ჯაჭვი და ყველა მიმართულება უნდა იყოს ჩართული და ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად, რომ ჩვენ ვაკეთოთ საერთო კარგი საქმე. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა რადიო სივრცეს ბიზნეს ფეის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენ. მადლობა ჩვენ მაყურებელს. მოკლედ დღეს პარასკევია, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და პოზიტიურად გაატარეთ უქმეები. ნახვამდის. 551 ბიზნეს სპეისის ოფიციალური პარტნიორია კერხერ საქართველო. ბიზნეს სპეისის ბიზნეს სპეისის ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT კონსალტინგი. ბიზნეს სპეისის ოფიციალური პარტნიორია IT კომპანია IT-Tech. ბიზნეს სპეისის ოფიციალური პარტნიორია კომპანია K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.